ახლა სტუდიაში შემოგვიერთებიან საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსები ჯეიმს გარდენი და ლაშა კასრაძე. მოგესალმებით. მადლობა რომ ჩვენი სტუმრები ხართ. პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყოთ ფორუმით, რომელიც საქართველოში გაიმართა და რომლის მთავარი თემა იყო მშვიდობის როლი ამ პროცესში. პირველი კითხვა ეხება იმ დროს, როდესაც სამყარო ხდება მრავალპოლარული, პატარა ქვეყნების როლი და გადარჩენა ამ პროცესში როგორ ხდება? რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პატარა ქვეყნების როლი ესეთ ცვლილებად გარემოში, კლიმატში, საერთაშორისო ურთიერთობებში ძირითადად დაყრდნობილი არის ძალთა ბალანსზე, რომელიც თავისებურად ყალიბდება, როდესაც ერთპოლუსიანი სისტემიდან სისტემა გადადის მრავალპოლუსიან სამყაროში. ანუ ამერიკის გარდა კიდე ორი ძალაუფლება აღმოცენდა, ჩინეთი რა თქმა უნდა და შორეული მესამე რუსეთი. აი აქ უკვე იწყება შეკავების პოლიტიკა, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი რო ავიღოთ, სადაც უპირობო მოთხოვნები არსებობდა ბოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რა თქმა უნდა, და უკვე ეს ნატოს გაფართოვებით პირველი ტრანში, მეორე ტრანში და უკვე მოადგნენ უკრაინას და საქართველოს. აი ეს იყო ის დინამიკა, რომელიც არ იყო და ვერ იქნებოდა შემოწმებული და გაბალანსებული, იმიტომ რომ ამ პროცესში ამ დროს არ არსებობდა ის ძალაუფლებები, რომლებიც დღეს გვაქვს რუსეთის და ჩინეთის სახით. და საერთოდ ჯამში აღებული იმ ცვლილებების საფუძველზე, რასაც ქვია, ეს გეოპოლიტიკის დაბრუნება, ისტორიის დაბრუნება და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული საერთაშორისო ურთიერთობების დაბრუნება. აი აქ უკვე ჩვენაირმა ქვეყნებს ეძლევა საშუალება, რომ არათუ გახდნენ ქვეშემდომები, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ სახელმწიფოსი, გამომდინარე იქიდან, რომ ისინიც ატყობენ, ჩვენ შემთხვევაში ბრწყინვალედ დავაფიქსირეთ ის ფაქტი, რომ ეს ესე იყო და შევატყვით, რომ შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში თამაში ორ-სამ დიდ ძალაუფლებას შორის. რატომ? იმიტომ რომ თვითონ ის დიდი ძალაუფლებები ამოწმებენ და აკავებენ ერთმანეთის ძალაუფლებას. და აქედან მოგებას ვიღებთ ჩვენ იგივე პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც პატარა მასშტაბით. მაგალითად, რო დავასრულო, საერთაშორისო, ესე იგი, შეერთებული შტატების მიმართ, აი ესეთი ყურმოჭრილობა აღარ არის საჭირო, არც იყო არასდროს, მაგრამ გამოუვალობის გამოხდებოდა ეს, ვინაიდან ვიცით, რომ საერთაშორისო სისტემაში იგივე ვაშინგტონი ამცირებს შეფარდებითად თავის ძალაუფლებას რუსეთის და ჩინეთის გამო. და ჩვენ უკვე შეგვიძლია მაგალითად, როგორც პატარა ქვეყანას, ჩინეთთანაც ვითანამშრომლოთ და თვითონ ჩვენც, რუსეთთან გასაგებია ახლა რუსეთის ისტორია ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამას ძალიან ესეთი ყველა ქართველისთვის ძალიან მტკივნეული თემებია ეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ოკუპანტი არის თუ როგორც ოკუპანტი რუსეთი ხო დაუშვათ ჩვენი მთავრობის წმინდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია გავაბალანსოთ ურთიერთობები ისე, რომ არც ერთ ქვეყანას არ მივცეთ საშუალება, რომ ესე იგი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო გზით დაარღვიოს და დავძაბოთ ისე კონფლიქტი, როგორც საშვეთ 2008 წელს, 8 წლამდე მიგვიყვანა, ხო? აი ეს არის განსხვავება, თორე ის რომ რუსეთი რჩება ის რაც არის ჩვენს მიმართ და ჩვენ ვიცით, ხო, ისტორია გვაქვს და ყველამ ვიცით დავუშვათ, ხო, რუსეთთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ფუნდამენტალური პრობლემები, ეს ცალკე თემებია, ეს არის თემა, მაგრამ გეოპოლიტიკას რაც შეეხება, თვითგადარჩენის პრინციპებს რაც შეეხება, აი სწორედ ამ საგარეო კლიმატში არის უფრო დიდი შანსები ჩვენაირი სახელმწიფოსთვის, რომ გადავრჩეთ და გავაგრძელოთ და ჩამოვაყალიბოთ და დავხვეწოთ ნორმალური ძალთა ბალანსზე, გეოპოლიტიკაზე ორიენტირებული და ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა რეგიონში. დიახ, და მშვიდობაზე ორიენტირებული რასთავარია. მშვიდობის შენარჩუნების საკითხის აქტუალობა ყველაზე მწვავედ დადგა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, როდესაც ძალიან დიდი ზეწოლა დაიწყო საქართველოზე, იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნისკენ, მე ვსაუბრობ უკრაინელი მაღალჩინოსნების პარლამენტის წევრების განცხადებებზე და
ასევე ვიცით, რომ დახურულკას მიღმა სხვადასხვა რანგის წარმომადგენლები უცხო ქვეყნების თხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაეხსნა მეორე ფრონტი. ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღემდე ამ საკითხზე მიმდინარე მსჯელობა. საინტერესოა, როგორია თქვენი შეხედულება აი მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი და თქვენ რა ანალიზს გააკეთებდით აი ამ ფაქტებზე დაყრდნობით? Well, they were obviously asking Georgia to open up a second front because the war wasn't going as well as ნათელია, რომ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას თხოვდნენ. ვინაიდან ომი არ მიდიოდა მთლად ისე, როგორც ამას ამერიკელებსა და ევროპელებს აჯერებდნენ. სამხედრო თვალსაზრისით ლოგიკურია საქართველოსადმი ასეთი სახის მოთხოვნა. მეორე მხრივ კი ასეთ წინადადებაზე საქართველოს მხრიდან თანხმობა იქნებოდა ყოლად გაუგებარი, მორალური თვალსაზრისით. გულისამრევია საქართველოსადმი ასეთი მოთხოვნის წაყენება. მიმაჩნია, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ძალიან უკმაყოფილო იქნება, როდესაც შეიტყობენ, რომ ვაშინგტონი საქართველოს გეოპოლიტიკურ თვითმკვლელობას თავაზობდა. მეორე ფრონტის გახსნა იქნებოდა იმ ომში ჩართვა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საქართველოსთან, მაგრამ პირდაპირ კავშირშია ცივი ომის დროინდელ და ჯერ კიდევ მიმდინარე დაპირისპირებასთან. ჩემთვის გამოცანაა თუ რატომ ელოდა ნებისმიერი ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს მხრიდან თანხმობას ასეთ შეთავაზებაზე. მაშინ ჩვენ უნდა გთხოვოთ, რომ შეაფასოთ ასევე ეს შიდა პოლიტიკური პროცესი, რომელიც აი ბოლო 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოში. ეს არის პირდაპირ გაცხადებული, ასე ვთქვათ, თბილისის მაიდნის მოწყობის მცდელობა, იმიტომ რომ არც არავის არ დაუფარავს, ამაზე საჯარო მოწოდებებიც კი გაკეთდა. ჩართული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფიგურები, მაგრამ ასევე არასამთავრობო სექტორი, აქტივისტები, გარე აქტორები, უცხოელი მხარდამჭერები, იმ ადამიანების, ვინც ქუჩაში დადგა, რა სქემა დაიხატა ასე ვთქვათ, საქართველოში ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორ მოქმედებდა მთელი ეს პროცესი? განუყოფელი ნაწილი იყო ეს იმ ესე იგი უკრაინაში რაც მოხდა 14 წელს, ეს იყო იგივე მამოძრავებელი ძალა, ამისი იყო იგივე ფილოსოფია, რომელიც ვახსენეთ რამოდენიმე წუთის წინ, ანუ ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ფილოსოფია, ეს იყო, მაგრამ ბოლო მოქნევა იყო კუდის, ასე ვთქვათ, 2014 წელი რაც მოხდა და მე უკვე 2016-17 წლები უკვე დაწყება იყო იმ დასასრულისა, რომელსაც დღეს ვხედავთ ნეოკონსერვატიული ასე ვთქვათ იდეოლოგიის. ბოლომდე, რა თქმა უნდა, ეს არ დასრულდება, მაგრამ რადიკალურად შემცირება. ანუ თქვენ კითხვას რო პასუხი გავცე, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ეს იგივე მიზეზობრივი კავშირი იყო იმას, რაც ხდებოდა საქართველოში, იმასთან თუ რაც ხდებოდა უკრაინაში, მაიდანზე და სხვათა შორის მაიდანი რამოდენიმეჯერ ვახსენეთ დღეს აქ. ივან კაჩანოვსკი, ჩვენი კოლეგა, ბრწყინვალე წიგნი აქვს, ბრწყინვალე კვლევა ჩაატარა, თუ რა ხდებოდა და რამ გამოიწვია მაიდანი, რომელიც ძირითადად იყო და გადატრიალება იყო არჩეული მთავრობის, ეს იყო პრორუსული მთავრობა თუ რაც იყო ეს, ამას ცალკე მნიშვნელობა არ აქვს ამას, მაგრამ როგორც კი ჩაუვარდათ ხელში შანსი 2014 წელს, რაც ჩვენ ვიცით ვიქტორია ნიულანდი, ვიცით მთელი კონსერვატორული ეს წყობის ესე იგი რეჟიმი, რომელიც მუშაობდა ძალიან სერიოზულად Yatsenyuk ვახსოვს გვარი ახლოს იმ დროინდელ კიევის პოლიტიკოსებთან, რომლებსაც უნდათ რომ ესეთი გადატრიალება მოეხდინათ. რაც მოხდა იმის მერე ყველაფერი ვიცით, მაგრამ ამან არ გაამართლა, ხო, ფუნდამენტალურად ხედავთ რომ ამან არ გაამართლა. კიდევ ერთხელ ეს ინერცია მიეცა ეგონად, დამახასიათებლად ეგონად ნეოკონსერვატორებს და ნეოლიბერალებს, რომ აი უკვე всё მორჩა ესე იგი პუტინის მხარდამჭერი რეჟიმი გადავაგდეთ და შემოვდივართ ჩვენ და ანუ აი ამან ესეთი ბრმა ენერგია მისცა როგორც ყოველთვის და ამან არ გაამართლა. იგივე იყო მცდელობა, რაც მოხდა 2022 წელს თებერვალში, როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ ესე იგი პუტინმა რუსეთის ფედერაციამ გაიღვიძა და პუტინს მოეხასიათა და შევიდა უკრაინაში, ამას ახლავს წინ კოლოსალური მიზეზი და ღრმა მიზეზი და ფუნდამენტალური მიზეზები. თუ რატომ მოხდა ეს? ამიტომ აი ეს დინამიკა მთავრდება ან სუსტდება, რაც აი ამ
გადატრიალებების უკან დგას ეს ნაირფერება რევოლუციების მეთოდოლოგია, რა თქმა უნდა, NGO-ების სახით, აი ეს არის რადიკალურად შესუსტებული. ნებისმიერი კუთხით, როგორც არ უნდა შევხედოთ, ეს არის აი ვაშინგტონში და ბრიუსელში არსებული სტრატეგიული იდეოლოგიის, ასე ვთქვათ, და კულტურის შედეგი, ის, რასაც ხედავთ საქართველოში. და კიდევ ერთი შეკითხვა ეხება როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. როგორ უნდა იმოქმედოს ახლა საქართველოს იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთის მხრივ იყოს მშვიდობა და მეორეს მხრივ განვითარდეს. I think the best path for Georgia is to follow the path that countries like Austria, Ireland, Switzerland. საქართველოსთვის საუკეთესო გზა გახლავთ ავსტრიის, ირლანდიის მიერ გავლილი გზა, შვეიცარიული გზა, პოლიტიკა, რომელსაც ეს სახელმწიფოები ცივი ომის დროს ატარებდნენ. ნეიტრალური პოლიტიკა. საქართველოს საკუთარი გზა უნდა აირჩიოს. ის არც ამერიკის და არც რუსეთის მარიონეტი არ უნდა იყოს. საქართველოს საკუთარი ბედი აქვს. ეს რთულია, მაგრამ საქართველოს ბედნიერი მომავალი ნეიტრალური პოლიტიკის წარმოებაშია და არა ნატოში გაწევრიანება. რაც შეეხება ევროკავშირს, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. მიმაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მოსკოვისთვის წითელი ხაზი შესაბამისი ეკონომიკური და სავაჭრო თვალსაზრისის გათვალისწინების ფონზე. საქართველოს მომავლისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს სურვილი ნატოში გაწევრიანების თაობაზე ახლო მომავალში. კი ბატონო, ნატოს წევრობასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ, ცნობილია რუსული მხარის მოთხოვნები, რომელიც გულისხმობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას გაწევრიანება არ მოხდეს ნატოში. ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა ამასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგია მინიმუმ 5 ქვეყანა და ამ საკითხის განხილვას აპირებენ. ეს რა მოცემულობა იქნება ახლა, საინტერესოა და ეს ნიშნავს თუ რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკა შეწყდება. For now, because President Trump and Vice President Vance have made it. პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი მკაფიოდ აცხადებენ, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ იქნება. ეს საკითხი გახლავთ სწორედ კრიზისის საფუძველი. არ მგონია, რომ არის რაიმე ნიშანი, რაც გვაჩვენებს ტრამპის სურვილს ალიანსი გაფართოვდეს. პრობლემა ამერიკულ სისტემაში გახლავთ ის, რომ ყოველ 4 წელიწადში ყველაფერი იცვლება. 3 წელიწადში ტრამპი აღარ იქნება პრეზიდენტი. შესაძლოა დემოკრატთა ადმინისტრაციის მობრუნება ვიხილოთ. მათ კი შესაძლოა ძველი მოთხოვნები ისევ წამოაყენონ საქართველოს წინაშე. ეს უნდა გახსოვდეთ. მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს იმედი ლაივის კითხვებს პასუხობდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსები ლაშა კასრაძე, ჯეიმს კარდენი. კიდევ ერთხელ მადლობა.